ფილმს წარმოგიდგენთ აჭარა.com. ფილმი გახმოვანებულია აჭარა.com-ის მიერ. შენ არ ხარ. დამპირდი რომ ასევე აღმაგზნებ შენ 70-ე დაბადების დღეზეც. გპირდები. ხო? დაბადების დღეს გილოცავ, კეით. მადლობა. საღამომდე. ხო? სამშაბათს გნახავ. იდეალური ნაჭერია, შენთვის რაღაც განსაკუთრებული ავარჩია. კარგი, კარგად. ერთი შეხედე როგორ შრომობ. არც კი იფიქრო ამაზე. დღეს სადმე უნდა წავსულიყავით. ხო ვიცი რომ ეს ყველაფერი მომწონს. მე გავწმენთ. არა, მე თვითონ დაანებეთ ავი. კარგი. წადი. ეს გაბა ძალიან გამოყოფ შენს ფიგურას. გაუზარებელ ლოგის ვგავარ, სერიოზულად? ყოველთვის ესე ამბობ. კარგით რა. უნივერსიტეტში სამჯერ მითხრა უარი. ეს შენ ვერ მომჩნევდი მეორე წელი. როგორ შეეწყეთ? ეს შენი საქმე არ არის. კარგი მოყევი. არა შენ. შენ. კარგი, ბილმა მითხრა რომ მას მთვალი მოვწონვარ, თქვენ შემთხვევაში უფრო რთულადაა საქმე. მითხრა რომ თავისთავი უფრო მეტად მოსწონს, როცა ჩემთან ერთადაა. კეიტს გაუმარჯოს. ჩემს საცოლეს და მის 35 დაბადების დღეს. საჭირო არ იყო. როცა დაგინახე 15 წლის წინ, გავიფიქრე რომ უკეთესად უნდა გამეცნე. ახლა კი კიდევ უფრო მშვენიერი ხარ. დაბადების დღეს გილოცავ, კეით. ზუსტად 15 წელი გავიდა და ჯერ ახლა ვიწყებთ. მიყვარხარ. ეს რა არის? რა მოხდა? ის ულამაზესია. ძალიან მიყვარხარ, მაგრამ რაღაც უნდა ვთქვა. ბიჭებო, უბრალოდ გიჟები ხართ. ყველაფერი რიგზეა, ბილ, შესანიშნავად მღერი. მადლობა, შემომიერთდები? ღმერთო, არა. ჰეი, დიდი ხანია შენთვის არ მომისმენია. მოაშორეთ ეს პიანინოს. ვერაფერს ვერ დავუკრავ. არჩევანი არ გაქვს.
ეს პირველად ხდება. წელიწად ნახევრის შემდეგ. ჯანდაბა, შენ მალე წადი აქედან. კიდევ ერთხელ გინდა? არავით არის, კიდევ ერთხელ ჩაიცვი და წადი აქედან. გუშინ საოცარი იყავი. გაეთრე, ჯანდაბა. შენი სახელი მახსოვს. გაეთრე, ჯანდაბა. რებეკას არავინ გეძახი შენი ბებრუხანას გარდა. შარვალი ჩაიცვი და წადი. მხოლოდ 6 ჯერ. შარვალი სწრაფად. კარგი. დაიქოგე. ნომრებს არ გავცვლით, კარგი? გონი შემიყვარდი. დაგაგვიანდება. მე თვითონ დავასრულებ. ყველაფერი წავიკითხე საყვარელო. სამსახურამდე 40 წუთი მაქვს, ასე რომ ერთი წუთი მაცადე. მომისმინე, ვიცი ეს მნიშვნელოვანია შენთვის უბრალოდ. დამასრულებინე, კარგი? აი ასე, მისის როტერს დააგვიანდება დღეს. ის არ მოვა. რას გულისხმობ? საერთოდ აღარ მოვა? მე ის გავაგდე. მოიცადე რა? მასთან თავს პაციენტად გრძნობდი და მე პაციენტი არ ვარ. კეით, მომისმინე. კეით, ბოლოს და ბოლოს ვნახეთ ისეთი ადამიანი, რომელსაც ჩვენი დახმარება შეეძლო, რომელსაც ვენდობოდი და შეეძლო ნებისმიერი გრაფიკით ემუშავა, ასეთი გადაწყვეტილებების მიღება არ შეგიძლია. ჩემს გარეშე. მაილს დავურეკავ. უკვე ვეძებ შემცვლელს, კარგი? კარგი, მაგრამ ეს სიგიჟეა. ეს ალბათ კანდიდატია. ახლა სამსახურში უნდა წავიდე. მას მე დაველაპარაკები. ახლა? ხო. დაელაპარაკები? ხო, მე დაველაპარაკები მას, შენ კი მას მოგვიანებით გაიცნობ. ეს ერთად უნდა გავაკეთოთ. მე ბეკ კარტვეინი ვარ. გასაუბრებაზე მოვედი. მადლობა.
კარგი. და რომელი უკრავთ პიანინოზე? მე ვუკრავდი ადრე. და რატომ მიატოვეთ? ხო. ბიოგრაფიული CV მოიტანეთ? რეზიუმე. დიახ, მოვიტანე. ის უნივერსიტეტის საიტზე ვიპოვე. აქ წერია, რომ თქვენ ბოლო სამსახური Red Lobster-ი იყო Sam Houston Tollway-ზე. რა? ой, შემეშალა, ეს ის არ არის. ხო. ცოტა განსხვავდება იმისგან, რაც გამოგიგზავნეთ. აქ არის ჩამონათვალი. ვინ ზრუნავდა თქვენზე ადრე? თუ ასეთი შეკითხვა უხერხული არ იქნება. არა, რა თქმა უნდა, ერთი შესანიშნავი ქალბატონი იყო, რომელიც ავიდა მანამდე კი დედაჩემი. ეს ადვილი არ იქნებოდა. ხო, ყველაფერი იდეალურად არ იყო. დედაჩემის შემთხვევაში არ ვიცი რა მოხდებოდა. ვფიქრობ, სახლის სამუშაო თქვენი შესაფერისი არ არის. საჭმლის მომზადება იცი? გააქვს ამის გამოცდილება? მისმინეთ, ბეკა, ვინმე გინახავთ ან ზრუნავდით მასზე, ვისაც სერიოზული დაავადება აქვს? არც ისე, მაგრამ რაღაცა ვიკითხე ინტერნეტში. ესე იგი, რაღაცა იგითხეთ ინტერნეტში. კარგი, სასიამოვნო იყო თქვენი გაცნობა. რატომ თქვით არც ისე? უბრალოდ კლასში რომ ვიყავი, მოხუცთა თავშესაფარში მუშაობდი. იქ ბებია ჩემი მოათავსეს, ამიტომ უმეტეს დროს იქ ვატარებდი. ეს რეზიუმეში არ ჩავწერე, რადგან დიდი ხნის წინ იყო. აი ბროკოლი, მწვანილები. ევან დაგაგვიანდება. სტაფილო, საჭრელი დაფა დანა. ჯერ დაჭერით. ევან, მიამოხსნი. უნდა დავუმატო ვიტამინები. სტიმულატორები. მან რაც შეიძლება ბევრი კალორია უნდა მიიღოს, მაგრამ ცხიმის გარეშე. ეს მისი მტერია. შეიძლება ცალკე დაგელაპარაკო? სააბაზანო? იქით კი. ბოდიში. ეს გოგონა უბრალოდ კოშმარია. ის ექთანი არ არის, როგორ უნდა მანდო შენი თავი. იქნებ ჯერმე მომისმინო, მინდა რომ ამაზე მე თვითონ ვიზრუნო. გპირდები რომ ყველაფერი კარგად იქნება, კარგი? კარგი? ბეკა, გთხოვ დაფაზე დაჭერი. მაგარია. ამ დაავადების პაციენტები 2-დან 5 წლამდე ცოცხლობენ. რამდენი ხანია რაც ავადმყოფობთ? ბლენდერში მთელი ბროკოლის ჩაგდება არ შეიძლება, მხოლოდ თავები. არ ინერვიულოთ. ახალ სამსახურზე კი არ ვფიქრობ, უბრალოდ მინდა გავიგო რა ეტაპზე ვართ. წელიწად ნახევარია. ვიცი რომ ტვინი ფუნქციონირებს, მაგრამ ხელები და აფრეხები ჯერ თავზე უნდა. გამორთე. კარგი. პირველად ყოველთვის ასე ხდება. კარგი. არ იჩქაროთ. მე აქ ვიქნები. აი აქ. ბეკა. მე დახმარება დამჭირდება. ჯერ დაჯდომაში, მერე კი ჩაცმაში. სასაცილო რა არის? უბრალოდ, ჩემი მეზობელი ამბობს, რომ ურჩევნია კატები და ძაღლები ყავდეს, მანამ სანამ ბავშვები თავისით არ ისწავლიან მოსაქმებას. მოირთო, ალბათ ანგელოზი ხართ. არ ჩხუბობთ, არ გაქვთ სექსი. მე ზრდასრული ქალი ვარ, რომელსაც დახმარება სჭირდება. საპირფარეშოში შესვლისას. კარგი? მოგლეთ? ახლა თქვენ შარვალს გაგხდით. ახლა თეთრეულს. შეიძლება კომენტარების გარეშე. რატომაა ეს რაღაც ასეთი დაბალი? ბეკა, სიტყვები. ტუალეტის ქაღალდს ვხევ. უფრო ძლიერად გთხოვ. რა? უფრო ძლიერად. კარგი? აღდგეთ. ვიცვამთ შარვალს. ჯანდება. კარგად ხართ? No
ეს ყველაზე ცუდი მომენტი იყო. ყველაზე ცუდი ის იყო, რომ არც კი გაბრაზებულა, უბრალოდ იჯდა და მიყიმოდა. მოგიჟდები, უარესებიც ხდება და მშვიდი. კარგი. მაშინ კიდევ ერთი დავლია ჩემი წარუმატებელი შემთხვევისთვის. სუპერ ვარსკვლავო, შენი ჯერია. აბა შენიცი. ამას შეძლებ. რა თქმა უნდა, შეძლებ. რა თქმა უნდა. მაგრამ რაღაც არ გეტყობა. გამარჯობა. მე ბეკა ვარ. და ძალიან მიხარია აქ ყოფნა. ბინძური ბარის სცენაზე. ახლა კი ვიმღერებ. ერთი წუთი მომეცით. რატომ მომიტანა ყოველთვის ეს მე? იცი რომ ჯენისმა, ელვინმა და ვეინმა იგივე გადაიტანეს ამ სცენაზე? ისე მე ვილი ვარ. უბრალოდ გაჩერება, რატომ არ შემიძლია? მაინც რომ იცოდე, ვიცი რომ პროფესორთან ძილი მარაზმია. ჩვენ ერთად არბძინავს იდეებს ცვლით, ოღონდ შიშვლები. ის ყოველთვის ასეთია? საქმე შენში არ არის. ხო. ყოველთვის ასე იქცევა. არ ვიცი რატომ. მადლობა. არ ბრაზობ იმაზე რომ დაგაგვიანდა, რადგან კიდევ ერთხელ გავუშვი შანსი ხელიდან. ლიმ, შენც აქ ხარ. ბეკ, ეს ჯენაა, ჩემი ცოლი. ჯენა, ეს კი ბეკაა, ჩემი ერთ-ერთი სტუდენტი. სასიამოვნოა შენი გაცნობა, ხო, საინტერესოა. მიხარია შენი ნახვა. წავალ, დავლევ. უკაცრავად. ბეკ. შეიძლება დაგელაპარაკო. ერთი წუთით. იცი ჩვენ ხომ იცი რომ ცოლი მყავს? მე კი შეყვარებული ასე რომ თავი შორს დაიჭირე, როდესაც ბილთან ერთად დამინახავ. სინამდვილეში ვილი მქვია. ვილი მნიშვნელობა არ აქვს. აი გამომართვი. კარგი, მე დავждები საჭესთან. ჩემს მანქანას მოშორდი. კარგი. კარგი მანქანაა. ვიცოდი რომ ამისგან კარგი არაფერი გამოვიდოდა. მისი სტროტერს დავაბრუნებთ, რადგან ის იდეალური იყო. მოხარული ვარ რომ რა ერქვა? მიხარია რომ ეს ეტაპი გადავლახეთ, შეგვიძლია საქმეებს მიხედოთ. დასაძინებლად წავიდეთ.
ძალიან სექსუალური ხარ. Უმეტო, თითქოს სექსი ჯექსონ პოლაკის ნახატთან მაქვს. ევან? ხო. გამაღვიძე თუ რამე დაგჭირდება. ხამე მშვიდობის. ეს რა ჯანდაბა? ომლეტი მოგიმწადე. მოდი, ყველაფერს წერტილი დავუსვათ სწრაფად. შეხვედრებს არ ვაპირებ. კარგი. კარგი. ჩემი ნომერი დაივიწყე ლიამ. მოიცადე, გინდა რომ დავბრუნდე? ხო, გაგვიხარდება თუ დაბრუნდები. უნდა გადავთქილოთ რომ მართალია გზაზე ვიღაცას დავარყი და პოლიციას გამოვექეცი, მაგრამ გონი ვიპოვნე რაღაც ვინც ახალ ხილს მოგვიტანს. ჩემმა კატამ აღებინა, ალამაზი კოსტიუმია, იტალიურია? შენი გასამართლებელი საბუთები არ გვაინტერესებს, უკვე რამდენიმე კვირაა იგვიანებ. ევანი ძალიან დაკავებულია, მე კი დახმარება მჭირდება ხოლმე. კარგი, ყველაფერი გასაგებია. არ ვიცი მასში რა ნახე. ის ახალგაზრდაა. კარგი, საღამოს მოუთმენლად ელოდები. ღამით არ მძინავს ისე. ისინი ხომ შენი საუკეთესო მეგობრები არიან. შენ კონტაქტი გჭირდება. ალექსთან ისევ ვერ გადავდებ შეხვედრას. იფიქრებს რომ ვერ ვიტან. შენ მას ვერ იტან. მენატრება ის დრო, როდესაც მხოლოდ ჩვენ ორნი ვიყავით. მეც ძალიან მენატრება. შევეცდები მალე დავბრუნდე. შენს მეგობრებს მოკითხვა გადაიცი, მერე კი მხოლოდ ჩვენ ორნი ვიქნებით, კარგი? კარგი. მიყარხარ, ნახვამდის. სანამ რამეს ვიყიდით, უნდა გამოგიტყდე, რომ არაფრის მომზადება არ ვიცი. არა უშავს. საერთოდ არაფრის? აუცილებელი არ არის ეს იცოდე. მოსმენად საკმარისია. ისე კარგად გამოიყურები, რომ ვერ გიტან. მოკეთე. დათან ორსულობის შემდეგ. კარგით, რა ძროხასავით მსუქანი ვარ. მთელი ორი თვე არ მიძინია და მზად ვარ ბავშვი გავყიდო ძილის გამო. ძალიან მაინტერესებს შემდეგი რა იქნება. ვისთან ერთად მოვა ევანი? ალექსთან ერთად. ხო, იმიტომ რომ დავინახე ვიღაცასთან ერთად ბარში როგორ შევიდა. შესანიშნავია, ესე იგი დასალევად მეტი დრო გვექნება, სანამ ის მოვა. გაგვიმართლა. შეგიძლია თავზე მოიტანო. მადლობა. იცი რა საყვარელო, უბრალოდ დაიღალე. უკეთესად იქნები, როცა მოძლიერდები. მე ვერ მოვძლიერდები ასე, რომ გთხოვ, არ გინდა. ვერ ვიტან, როცა ვინმე ასე მეუბნება. ჩვენ უბრალოდ ვცდილობთ მომავალს ოპტიმიზმით შევხედოთ, ვიცი? ევანია, მომაღალზე ჩართე. გამარჯობა, ქალბატონებო. გამარჯობა. როგორ არის ალექსი, ისევ პირადი სივრცის დარღვევა მოსწონს? სანამ ჩეკს მოიტანენ. იმედია ბეკა ცოტა დიდხანს გართობაზე უარს არ იტყვის. რატომაც არა, ევან. მაგიდან მზად არის.
ეს ოფიციანტია, მიყვარხარ საყვარელო. მეც მიყვარხარ. განუმეორებელია. როცა ვცივდები, ჩემი ქმარი მაშინაც კი მზად არის გადამაგდოს. არ ვიცი მის გარეშე რას გავაკეთებდი. კარგი. ბაიკ, გთხოვ, ევანის კაბინეტში მისი პლანშეტი მოძებნე და აქ მოიტანე. ჩართე. შეტყობინებები შეამოწმე. ცოტა უხერხულად გვგრძნობ თავს. მაშინ გაგაგდებ. $100 გადაგიხდი. შენ ხომ გამაგდე? 200. მომისმინე, ფიქრობ შენი ქმარი არ დაგიტოვებდა ისეთ შეტყობინებას, რომელიც დატოვებდა. ხომ იცის, რომ მათ გახსნას ხელის გამო ვერ შევძლებ. კარგი. კარგი. შენი ფული არ მჭირდება. მაჩვენე. ხედავ? ისეთი არაფერია, მხოლოდ იურიდიული სისულელეები. აი იქ, ქვემოთ. მადლობა. შეგიძლია წახვიდე. კეით, მე გთხოვ უბრალოდ წადი. ხანდახან იმაზე ბრაზდება, რომ ხილს სწორად ვერ ვჭრი. ამისადანა შემიძლია, მაგრამ ასეთი ჯერ არ მინახავს. როგორი? არ ვიცი. ვინ არის? ის, მაგრამ არაფერი წერია. დარწმუნებული ვარ, კარგადაა. კეით? კეით? რა მოხდა? რა ხდება? კეით? ჩავიფსი. სწრაფად მან ასეთი არ უნდა დამინახოს. კარგი. კარგი.
ბეკა, არ მინდა აქ ვიყო, როდესაც ევანი დაბრუნდება. შეგიძლია წამიყვანო. ნივთებს ჩავალაგებ. არა, მინდა ახლავე წავიდე. Kate? აბა რა უნდა მის უდიდებულესობას? გამარჯობა, შენ ალბათ კეითი ხარ. მის უდიდებულესობა კარგად არის. დღეს კეითი ჩვენთან დარჩება. კარგი? როგორც წესი, ყველაფერი სხვანაირადაა ხოლმე. ხო, ხანდახან აქ უბრალოდ საშინელება ხდება. ეს ევანია. სახლშია და უნდა გაიგოს სად ვართ. მაგარია. დივანზე მართლა კომფორტულად იგრძნობ თავს. იმდენი $, რომ გადაიხადათ, რამდენჯერაც იქ ვიწექი. დაიყვირე თუ რამე დაგჭირდება. ფხიზელი ძილი მაქვს. ეს რა არის? სიმღერები, ნაწილები, დასაწყისი, შუა ნაწილი. დაბოლოებასთან პრობლემები მაქვს. ამით გინდა დაკავდე? მუსიკით? არასოდეს კითხვამს. იმიტომ რომ ცუდად გამომდის. მაგრამ მგონი ხო? ესე იგი ეს მოგწონს. ჩემ მშობლებს საერთოდ არ უნდათ რომ ამით ყოფილიყავი დაკავებული. წინააღმდეგი რატომ იყვნენ? არ ვიცი. ალბათ იმიტომ რომ მთელი წელი არაფრის გამო დავკარგე. თუ იმ ყუთებს არ ჩავთვლით, რომლებიც ასეთი რაღაცებით არის გატენილი. ამაზე მუსიკას წერს? ხო, მგონი ზუსტად არ მახსოვს. ხანდახან მასში ვწერ, როდესაც მთვრალი ვარ. მოკლედ, ძილინებისა. ჩვენც. წუხარ ევანის გამო. ვიცი, ცუდი სიტყვები არ გიყვარს, მაგრამ ის მართლა ნაბიჯვარია. კარგად. დიდი ხანია გვიძავს. ეს ევანია, 800 ჯერ დარეკა. მინდა ერთ ადგილას წავიდე. მოხუცთა თავშესაფარში? არა, ყველა ასაკის ხალხი ცხოვრობს, რომლებსაც მოვლა სჭირდებათ. საზიზღარი ადგილია. შემიყვანე. ახლავე. ჩვენი ადმინისტრატორი მალე მოვა, იმედია ჩვენ ცივ სასმელზე უარს არ იტყვით. მადლობა. თუ მე სათანადოდ ვერ გივლი, გამაგდე და უკეთესი დაიქირავე. ჩუმად ილაპარაკე. გონი აქ ვინმე გაიგებს ჩემს ხმას? მომისმინე, დრამაში ვერ ვერკვევი, მაგრამ თუ შენი ქმრის გამო უნდა იტანჯო, უმჯობესია თვითონ გადმოვიდეს აქ. ეს ჩემი ბრალია და არა მისი. გასაგებია. საკმარისია. რას აკეთებ? ბე, გაჩერდი. საყვარელო, თუ ამ ჭიქებში ტეკილა არ არის, ჩვენ მივდივართ. ეს მე გავხდი ცუდად და არა ის. ეს ის ცხოვრება არ არის, რომელზეც ის ოცნებობს. რომელსაც იმსახურებს. მაბრუნებს, როდესაც მძინავს.
მაჭმებს, მაბანავებს. ჩემს მაგივრად ვერ სუნთქავს ერთადერთი და მიჯერე, მან ყველაფერი გააკეთა, რაც შეეძლო. 37 წლისაა და ბედნიერებას იმსახურებს. ჩვენ ყველანი ვიმსახურებთ ბედნიერებას. და ნამდვილად არ ვიმსახურებთ ინტრიგებს. წინა ღამეს ამაზე ლაპარაკი არ მინდა, გასულ ღამეს რას აკეთებდი კიბეებზე? ვიფიქრე, რომ ყველასთვის ასე აჯობებდა. ვიცი, რაც იფიქრე, არ იცი. კარგი, მართალი ხარ, არ ვიცი. მე შენც არ გიცნობდი, მაგრამ სინამდვილეში ძალიან მომწოხარ. ერთადერთი ადამიანი, ვისთანაც ასე ახლოს ვიყავი, ბებია ჩემი იყო. ყველას ეგონა, რომ ახალ წლამდე ვერ გაძლებდა. მაგრამ 12 წელი იცხოვრა და ყველას იმედებს უცრუებდა. ქალაქში წამიყვანე. უნდა წავიდე. კეით, მადლობა, ღმერთს კი ნაღამ გავგიჟდი. სად იყავი? მინდა რომ გადახვიდე. რა? მან თქვა, გავიგონე. ცოტა ხნით ვერ დავგტოვებ? ხო, მადლობა. კარგი. ეს ის არ არის, რასაც შენ ფიქრობ და არ წავა. მაშინ მეწავალ. გაყრა გინდა? გინდა გამეყარო? მას შემდეგ რაც ერთად გადავიტანეთ, მას შემდეგ რაც მე რა? მას შემდეგ რა? ევან. კეით, გთხოვ. ეს შეცდომა იყო. ერთი შეცდომა დაუშვი. შენი შეცდომა არაფერ შუაშია. ეს მე არ შემიძლია ვუყურო თუ რად ვაქცია შენი ცხოვრება, ეს არ შემიძლია. არ ვაპირებ შენ ლოგინში გელოდო. კეით, არ მინდა შენთან ერთად ერთ სახლში ცხოვრება. კეით, გთხოვ. ბეკ, არა, ბეკ. კეით, გთხოვ. გამარჯობა, სინტია. გამარჯობა, კეით, მიხარია შენი ნახვა. მეც. ეს არის შენი ძუკნა? კარგად ხარ? ფიქრობ, რომ ახლა ხანს ჩემ ცხოვრებაში ყველაზე დიდი შეცდომა დავუშვი. გინდა დავურეკო მას? არა. შევძლებ. თავცოდად ვგრძნობ. ის სულ მარტოა იქ. ღამით რომ რამე დაიმართოს? იცოდე, თუ შეგცვლის მოვალ და სახეს გავუერთიანებ. შეხვედრამდე. გამორთე. რატომ? გთხოვ, უბრალოდ გამორთე. ეს შენ უკრავ? ბეკ, ახლავე გამორთე.
Kate, რა გჭირს? ჯანდაბა. კარგი. დალია? Kate, დალია. ისუნთქე, მიდი. რა გავაკეთო? სასწრაფო შეტყობინება მივიღეთ, დახმარება გზაშია. გააუქმე. რა? გინდა რომ გავაუქმო? მე ბეკარტოინი ვარ და Kate პარკვენის ნახლად გალაპარაკებით. შემთხვევით დამეჭირა ღილაკს თითი და მინდა გავაუქმო გამოძახება. მადლობა. მეორედ ასე დაუკითხავად აღარ მოიქცე. ვიფიქრე რომ შენ ნიშნულობა არ აქვს. ეს ჩემი გადასაწყვეტია და არა შენი. გაიგე? მიპასუხე. გავიგე. გამარჯობა. ჩემს ლექციაზე დასწრებას აპირებ? პროფესორო? ახლა უკვე პროფესორი ვარ. ცუდად არის საქმე. ახლა ხანს ჩემი რეკორდი მოხსენი. ყველაზე დიდი გამოწვევა შეყვარებულისგან. შენი შეყვარებული თითქმის არ წყობილ ვარ. შეგვიძლია ეს განვიხილოთ. თუ ერთხელ მაინც გადმომირეკავ. ფიქრობ ღმერთმა სექსი იმისთვის გამოიგონა, რომ ერთმანეთის უარყოფითი თვისებები ავიტანოთ? ყოველთვის როცა ამას ვაკეთებთ, მოვიწყდება, რომ ვერ გიდან. არ ვიცოდი თუ ვერ მიტანდი. შეწყვეთ ჩემი ლექციების გაცდენას. მოდიში. უბრალოდ Kate-ს რთული პერიოდი აქვს. Kate? ვინ არის Kate? ხანდახან მაინც მისმენ? Kate. ის პაციენტი და მეგობარია, რომელსაც ვუვლი. რა არის სასაცილო? შენ მართლა აიღე ადამიანის სიცოცხლე შენს თავზე? სად მიდიხარ? ძალიან მარტივია, ჩვენ მხოლოდ ფულზე კი არა, პროდუქტზეც ვლაპარაკობთ. ახლა სავარძელში ვარ და სუნთქვაც მიჭერს. ასევე რთულია საუბარი, განსაკუთრებით ხამით. ეს მოსალოდნელიც იყო. პროცესი განუკურნებელია, მაგრამ ბევრი რამ თქვენზეც არის დამოკიდებული. Kate. ესეც კარგია, არა? მიდი რა. კარგი. არა, ესენი არა. კარგია, იღე, სანამ გადამიფიქრებია. მერტა ჩემო. მეყარხარ. მაგარია. ის სავარძლებს შორის სპორშია და უბრალოდ აქ დგას? ხო, ევან მომიყიდა 1 წლის წინ. და რა პრობლემაა? ამით სიარული იგივეა, რომ ვაღიარო, ჩემი დაავადება. რა თქმა უნდა, ავად ვარ, მაგრამ მაინც. და რატომ არ გავისეირნოთ? თუ არ მოგეწონება, გადავაგდებ. მიდი, ლამაზმანო. უკვე გეწევი. სწრაფად. მიდი. ნელა, ამოძრავე ფეხები. აი ასე. აი ასე. ვიგამათეთ. მე უბნებოდა, რომ ხერხემლის ტრამვა გაქვთ, მაგრამ ჩემნაირს 1 მილის დაშორებითაც ვიცნობ. ხომერთალი ვარ. ხო, მან წააგო. ახლა ვალდებულია სექსუალურად მომემსახუროს. მე მერილინი ვარ, ეს კი ჯონია.
ახლა უკვე ჩვენი ინტიმური ცხოვრების გარდა ჩვენი სახელებიც იცით. მე კეითი ვარ. ეს კი ჩემი ეს ბეკა. ამ ცდების შემდეგ მოსაწევით თერაპია არ გინდათ სცადოთ? ამ დაავადებისთვის არ არის, მაგრამ ნამდვილად ამშვიდებს. მე ზრდასრული ქალი ვარ და ამის სრული უფლება მაქვს. ახლა ხან სისთქვა რომ ამის უფლება აქვს? შენ აქ ყველაზე ველური ყავ ხარ. ბედნიერი ვარ და არ ვიცი რატომ. ეს არ შეგეძლო. კი, შემეძლო. ამ წყეულ დაავადება შეუძლია წამართას ფეხები, ხელები, გული, სუნთქვა, მაგრამ ვერ წამართმევს გაიფის შეგრძნებას. მიდი გოგონა. მიდი. ო, მიდი. აი ეგრე. მიდი. ამას ხედა? კი, ნამდვილად ხედა. ჯანდაბა. ხომ გესმის? ჯანდაბა, ჯანდაბა. ამის დედაც. ჯანდაბა, ჯანდაბა. ჩვენ ის დავკარგეთ. გამარჯობა კეით. ეს მე ვარ, ევანი. შეგიძლია გადმომირეკო? ხო, უბრალოდ გადმომირეკე, მინდა შენი ხმა გავიგო. უბრალოდ მინდა ვიცოდე რომ კარგად ხარ. ვინმე შეხვედრია მას ბინძურ ბარში? მე არა, რადგან აქ ხშირად ვარ. კი არ გითვალთვალებ, ბევრი საქმე მაქვს, მაგრამ მე ვილი ვარ და ღამე ერთად გავატარეთ. ვილი გახსოვს? გონი მახსოვს. გამარჯობა. გამარჯობა. მე ვილი ვარ. კეითი. კეით. ყოველთვის ასეთი ჯენტლმენი ხართ? არა, უბრალოდ ვცდილობ კარგი შთაბეჭდილება მომახდინო, რომ დაარწმუნო მეგობარი ერთი შანსი მომცეს. ბექს აიდან იცნობ? საუკეთესო სექსი ჩემს ცხოვრებაში. კარგი, მე აქ ვარ. ახლა კი ზარებს არ პასუხობს. შეგსხეს ბეკ, ახლავე მოუვდიში და ბაიმაზე წადი მასთან ერთად. კარგი მეგობარი ყავს. ვიჯერ კიდევ ჩემი ბოსი, ამიტომ საჭირო არ იყო მისთვის ჩვენი დროებითი ურთიერთობა მოგეყოლა. ესე იგი დღეს დაუკრავ? არა. რატომ? იმიტომ რომ ვფიქრობ უკვე საკმარისია თავის დამცირება. იცი რას გეტყვი ბეკ? მოვისმინე რამდენიმე ნოტი როგორ იმღერე. მანამ სანამ შევხვდებოდით იმ საღამოს და შემიძლია ნებისმიერი სიმღერა 3 ნოტით გამოვიცნო. მართლა? შემიძლია. და ასევე შემიძლია გავარკვიო რამდენად კარგია მომღერალი. შენ ესე იგი, ვილი არა, მაგრამ შეწყვიტე. ვიცი, რასაც ფიქრობ, უბრალოდ ის არ არის. რა, ის არ არის, ვინც გინდა? დამიჯერე. ვიცი, სიყვარულს ზედმეტად აფასებენ. კარგი. ისედაც მარტივად შემიძლია საკუთარი ცხოვრების გაფუჭება. კარგი. მაგრამ ის მართლა საყვარელია. იცი, ზუსტად მაშინ, როდესაც ევანი გავიცანი ერთი ბიჭი იყო, ჰარვი კვინსორი. ის მუსიკოსი იყო. ჩემთან სახლში მოვიდა და ის სიმღერა დაუკრა, რომელიც ჩემთვის დაწერა.
And he played a song that he'd written for me. როდესაც დაასრულა, ისე შემომხედა, როგორც აღარავის აღარასდროს შემოუხედავს. რატომ ვოცნებობთ მათზე, ვინც ვერ ვხედავს? მათ ნაცვლად ვინც ვხედავს. კარგი, ტუჩსაცხი. ეს ძალიან გამომწვევია. შენთვის შეიძლება. გონი კარგია. ფილმს წარმოგიდგენთ აჭარა ბეთქომი. ფილმი გახმოვანებულია აჭარა ნეთქომის მიერ. ბოდიში, კეით, გამარჯობა. შესანიშნავად გამოიყურები. შენც ძალიან მიხარია რომ მოხვედი მეც. ტეილორ, აქ მოდი საყვარელო. გამარჯობა. შეხედე როგორი საჩუქარი გიყიდა დეიდა კეითმა. დედიკოს არ უსავლებია რომ მიშტერება კარგი არ არის? ძალიან გვიხარია შენი ნახვა. როგორ ხარ? კარგად. კეით, აი სათყოფილ ხარ. მინდა ვიღაც გაგაცნო. ულამაზესია. გამარჯობა უთხარი დეიდა კეითს. მიდი, უთხარი. შეიძლება ავიყვანო. აი ასე. ის შენ გავს. მე კი ვფიქრობ, რომ მამამის გავს. წავიკითხე, რომ გოგონები მამიკოებს ემსგავსებიან. კარგი, ისუნთქე. უბრალოდ ისუნთქე. ხომ გითხარი, რომ ის უდი აზრი იყო, რა სჭირს? ყველაფერი კარგად იქნება, უბრალოდ ისუნთქე. ახლა უკვე ვიცით, კეითი რატომ დაპატიჟეს. შენი ნახვა მინდოდა. გახდი. ის ამბობს, რომ საშინლად გამოიყურები. გახდი. ხო. შეიძლება, ცოტათი. შენი ნახვისთვის მზად არ ვარ. ის არ არის მზად. კარგი. მე მას აღარ შევხვედრილ ვარ. გინდა მედალი გადმოგცეთ ამისთვის? არავის არ აინტერესებს შენი სექსუალური ცხოვრება, ევან. შენ არ ხარ. შენ მე ვარ. საქმე სინტიაში არ არის. ის ამბობს, რომ საქმე სინტიაში არ არის. არც არასდროს ყოფილა. მე უხილავი ვიყავი. თავს უხილავად გრძნობდა. მე შენ მიყვარ ხარ. ის ამბობს, რომ უყვარ ხარ. თავს გაუფრთხილდი. და გთხოვს, რომ თავს გაუფრთხილდე. მენატრება. ჩემი თავი მენატრება, ჩვენ გვენატრება. კეით. ხელში არ უნდა ამეყვანა. ბავშვი? ხო, ის კარგადაა, კეით. ვიცი, მაგრამ მე მის დაჭერას ვცდილობდი. გესმოდა როგორ ყვიროდა? ის კი არ ყვიროდა, ტიროდა, ბავშვები ხშირად ტირიან. ძალიან მინდოდა. ბავშვი. სულ ტყუილად.
მინდოდა მე მოგზაურა და მეკრა პიანინოზე. ახლა კი ძალიან გვიანია. შიგნით ძალიან ბევრი რამ დამიგროვდა, მაგრამ გარეთ ვერასდროს გამოვუშვებ. მითხარი რა გინდა? მინდა ვიყვირო. უბრალოდ მინდა ვიყვირო. ვიყვირო. როგორ ფიქრობ, მომავალ წელს წვეულებაზე ისევ დაგვიძახებენ? ექვსი თვის წინ ფილტრების 64% გიმუშავებდა და ახლა 53. ღამღამობით მოწყობილობას იყენებთ? არა. ის არ მომწონს. ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს ვიხრჩობი. კეით, თქვენს ფილტრებს უფრო და უფრო გაუჭირდება სუნთქვა. მალე მთლიანად მოგიწევთ მისი გამოყენება. მაგრამ ასეთ შემთხვევაში ლაპარაკს საერთოდ შეძლებს? ეს არასდროს გამიკეთებია? რა? არაფერი. აი რა არის ჩემი ცხოვრების შეცდომა. არ ვიცოდი რომ არაფრით ვიყავი დაკავებული. ვიცი მას ენდობი, მაგრამ მას არც ერთი ექსპერიმენტული წამალი არ უხსენებია. ეს არ გააკეთო. რა? რა საცხობი აკეთებენ? ნუ იკატუნებ თავს. ვიცი ამის თქმის უფლება არ მაქვს. მე ხომ შენს ადგილზე არ ვარ, მაგრამ გთხოვ არ დანებდე. ზუსტად ამაშია საქმე. ანალიზებ რომ დანებდი მაშინ, როცა უკვე ძალიან გვიანია. ვერ ვამჩნევდი რა ხდებოდა. უფრო და უფრო ცოტას ვუკრავდი. სანამ საერთოდ არ შევწყვიტე. რადგან ის ჩემი ცხოვრების წესს არ ესადაგებოდა. შენსას კი არა, ევანისას. ოდესმე უარი გითქვამს რამე მნიშვნელოვანზე? გარდა მუსიკისა, სწავლისა, სიყვარულისა. არა. არც კი ვიცი. რაზე ლაპარაკობ? აი ესეც გეგმები. ახალ წელს დედასთან ერთად გავატარებ. აღდგომას ალისასთან და ტრადიციულ მადლიერების დღეს კელისთან. ცეცხლმოკიდებულ სახლში შევიდოდი და კელისთან აღდგომას ან მადლიერების დღეს არ აღნიშნავდი. იცი რა? მეც. გაუმარჯოს მეგობრებს, ძველებს და ახლებს. დაუპატიჟებლებს. შენ ჩემი სტუმარი ხარ, დაპატიჟებული. მე ვთქვი, მეგობრებს გაუმარჯოს თქო, ძველებს და ახლებს, მაგრამ რაც მთავარია კეიტს. ყველაზე მაგარ, ხიარულ და ძლიერ გოგოს, რომელსაც ვიცნობ. კეიტს გაუმარჯოს.
მადლობა. ძალიან აჭიანურებ. საცეკვაო დაპატიჟე. ცეკვა არ გინდა? რა თქმა უნდა. ბრაზილიური მუსიკა. ოდესმე გინანია ის, რომ მხოლოდ ყურება შეგიძლია? მე არა მხოლოდ ვუყურებ. არამედ ვგრძნობ იმაზე მეტად. ვიდრე ამას ადრე ვგრძნობდი. რატომ არასდროს არ მთხოვ გადაგითარგმნო ის, რასაც კეითი მთხოვს? ტუჩების მოძრაობით ხვდები. კარგი ხუმრობა იყო. ეს სიმართლეა. ეს რას ნიშნავს? ჩემი უფროსი ძმა ყრუა. ახლა ხანს რაღაც ცუდი თქვი არა? არა. რა თქვი? გითხარი რომ ოდესმე შეწყვეთ ჩემს დასჯას იმის გამო რომ ასე ძალიან მომწონხარ. საქმეები მაქვს. სიურპრიზი. მადლიერების დღეს გილოცა. ნაკრეს აკეთებ. კარგად იცი. თვრალი ხარ. სულ ცოტათი. ამის გაკეთება აღარ მინდა. ფიქრობ იცი რომ ასე სექსი უკეთესია ხოლმე. ხო საყვარელო. წადი სახლში, შენს ცოლთან. ახლავე ცოლთან. კარგი რა, მე შენთან მინდა. ვიცი რომ გინდივარ. კარგი რა, მომენატრე. გთხოვ, წაიღე ყველაფერი. ყველაფერი. მაგრამ არ მინდა ასე დასრულდეს. ისე ავადმყოფოში აპარატზე შეერთებული. ასე არ მინდა მოვკვდე. მას არ ვამართლებ, რაც მან გააკეთა, მაგრამ უკვე დროა აპატიო. ასე მოქცევა არ შეიძლებოდა.
განსაკუთრებით ყველასთან. His whole life. I mean, blow up all of our lives. რატომ დამიძახეთ? გინდათ ბოდიში მოგიხადოთ, რომ დისკომფორტს გიქმნით? აშკარად არ მოგწონთ ვარ, მაგრამ არ აუშავს, არც მე მეხადები გულზე. ალისა. ხელფასი უკვე აიღე? ალისა. ის არ საიდან გაჩნდა, მისი განზრახვები მაინტერესებს. მოიცადე. ადრე ცხოვრობდა მის გარეშე, მოკეტე. უბრალოდ უთხარი მას, რომ ჩვენ ის გვიყვარს. რომ გვენატრება და გვინდა მის გვერდით ვიყოთ. ვერ წარმოიდგენ მე რა. ეს ვინ არის? რეიჩელი. ვიფიქრე, კარგი იქნებოდა ცოტას თუ დაისვენებ. კარგი? შენ არ ალაგებ და საჭმელს არ ამზადებ, ხო, მართალია, ავადმყოფებთან ყოფნის გამოცდილება გააქვს, არც ისე, მაგრამ ის ინვალიდებთან მუშაობდა. ამ დაავადებასთან? არა, დაგიკავშირდებით. დაგიკავშირდებით. მადლობა, მადლობა. ბოდიში რომ ეს შენთან არ განვიხილე, მესმის. ის შემცვლელი არ არის, არა მესმის. წინამძულებში არა, არ მესმის. რა ხდება? შენ უნივერსიტეტი გაქვს. მუსიკა. ფიქრობ, რომ ძალიან ბევრს გთხოვ. ოდესმე დამიწუწუნია? ოდესმე. მე კარგად ვარ. გამარჯობა. გამარჯობა. მე ბევრი ვიფიქრე ჩვენზე. შემეძლო უფრო მეტად მომთმენი ყოფილიყავი. მეგონა რომ ვიყავი მომთმენი, მაგრამ სინამდვილეში არ ყოფილვარ ასეთი. დარწმუნებული ვარ, უკეთესად შემეძლო, მაგრამ უნდა იცოდე, რომ საქმე სექსში არ იყო, მე უბრალოდ ჭირდებოდა. მინდოდა, რომ შევხებოდი ვინმეს ისე, რომ არ მეტკინა. ძალიან მწუხვარ. მაპატიე. გახსოვს პირველად უნივერსიტეტის შემდეგ რომ შევხვდით? ხო, შენს კონცერტზე. შემდეგ ტრისა ჰიუსტონში წავედით და მარტინი დავლიეთ. Drank martinis. ხო, At night. იმ საღამოს შენს თვალებში დავინახე, რომ ვერ ხვდებოდი ვინ ვიყავი, კეით, მე მაგრამ მინდოდა ის ქალი ყოფილიყავი, ვისაც იქ ვხედავდი. It wasn't just you. ასე რომ საქმე მხოლოდ შენში არ არის, ჩვენ ორივენი ვართ დამნაშავეები. They say that Moscow can be delightful, ზემოდან ქვემოთ ჩამოკვიდო თუ როგორ? covered in snow. And that London is a wonderful place to go. გამარჯობა, გამარჯობა. I know that Paris მოემზადე, აქ შენი მშობლები არიან. რა ჯანდაბაა? სიურპრიზი. ახალ წელს გილოცავ. Merry Christmas.
ხო. რა სიურპრიზია? ხუთი შეტყობინება დაგიტოვეთ, არ მოგისმენია? რა თქმა უნდა, დედა. შემოდით. გამარჯობა. გინდა ისე გავაკეთო, რომ წავიდნენ. ეს კეიტია. ახალ წელს გილოცავთ. მე ელიზაბეტი ვარ. ეს კი ბრუსია. სასიამოვნოა თქვენი გაცნობა. სადილად დარჩებით? გეკითხებათ სადილად დარჩებით თუ არა? მადლობა. რომ ეს მოვამზადებ. საჭირო არ არის. მე ვამზადებ დედა საჭმელს. ლაზანია თითქმის მზადაა. ესე იგი, ახლა აქ ცხოვრობ? ხო. თქვენი ცოლი ისე ლაპარაკობს როგორც ბეკი. რა, უკაცრავად? თქვენ ცოლს ბეკას ხმა აქვს. კიდევ ერთხელ. ჯერ რამდენიმე კვირა არაფერი გაგვეგო შენ შესახებ. მერე კი სწავლის გადასახადი არ მოვიდა. ახლა არ გინდა გთხოვ. ბოლოს გადავწყვიტე უნივერსიტეტში დამერეკა. უნდა მეთქვა. მართლა და როდის? როდის უნდა გეთქვა, რომ სწავლას თავი დაანებე? არა. თავი დაანებე. უბრალოდ ხშირად არ დავდივარ. რებეკა, უფრო ხშირად აცდენ, ვიდრე დადიხარ, აქ რას აკეთებ? თუ შეკითხვა, სიამოვნებით გიპასუხებ. მაგრამ თუ ჩემი დამცირების საშუალებაა, გაფრთხილებ, მიპასუხე გთხოვ. მე რაღაც დადებიც ვაკეთებ. რაღაც კარგს. სხვა ადამიანს ვეხმარები. არა, რებეკა, ჩემო საყვარელო, არა. შენ იმას აკეთებ, რასაც მთელი ცხოვრება აკეთებდი. ყოველთვის იმაზე ხარჯავ დროს და ენერგიას, რაც წარუმატებელი იქნება. ეს საწყალი. ძალიან საწყალი ქალი მოკვდება. და როდესაც ეს მოხდება, შენ რა დაგემართება? დარჩები მომავლის გარეშე, დიპლომის გარეშე, საკუთარ თავსაც კი ვერ უზრუნველყოფ. არაფერი შეგრჩება. შენც გილოცავ ახალ წელს, დედა. დაბრუნდი, რებეკა. ბოლომდე არ მილაპარაკია. რებეკა, დაბრუნდი. ჯანდაბა. რატომ არ მითხარი, რომ სწავლა მიატოვე? გთხოვ, კეით, ერთი ლექცია უკვე მოვისმინე დღეს. დედა შენი მართალია. დედა ჩემი არასდროს ყოფილა მართალი. მე მოვკვდები. ასეთი განწყობით ხო? საქმე განწყობას არ ეხება, ეს ფაქტია. არის ექსპერიმენტალური წამლები. მე მინდა რომ გადახვიდე. ეს სასაცილოა. შენზე ვინ იზრუნებს? დედა ჩემს დავურეკა. დედა შენს, რომელიც 1 საათის სავალში ცხოვრობს აქედან და ერთხელაც არ მოგინახულა? არ მინდა რომ შენმა ცხოვრებამ ფუჭად ჩაიაროს, ჩემს გამო. არ გეუბნებოდი, იმიტომ რომ არ მოგიყოლია რომანის შესახებ ცოლიან პროფესორთან. და ევანსა დანაშაულებდი. რა განსხვავებაა შენსა და სინტიას შორის? მე ვკვდები, მისი ცოლი კი არა. შენი დედაც. შენი დედაც. გინდა მოკვდა, მაგრამ ამის უფლებას არ გაძლევ. აი რაშია საქმე. მივდივარ აქედან. ერთი ამას შეხედეთ, აქ ვინ არის? ჩემი ოჯახი სახლშია.
გამარჯობა გვენ. ო, საყვარელო. ჩემს ტელექსს გამოგიგზავნი, კარგი? Send my hairdresser over. მეტ დაჯერებულობას შეგრძენს. Such confidence. რატომ არ გახსენი საჩუქრები? Open your presents. მაგ რა ხდება? In the world is going on here? გვენ, მოდი, დაგეხმარები. აი, შენთვის რაღაც განსაკუთრებული ვიპოვნე. ახალ წელს გილოცავ, საყვარელო. გახსოვთ ევანი? დალებთ რამეს? მინდა ვიღაც გაგაცნო. აი ისიც. ლამაზმანი და ჩემი საყვარელი ძმისშვილი. მაგრამ ჯერ დალიე. შენს გარეშე ესწავლება არაფერი იქნებოდა. კარგად ხარ? რა თქმა უნდა. ხომ გეუბნებით, ეს ნამდვილი დენდი იყო. ახალ წელს გილოცავთ. ბეკ, გამარჯობა. გამარჯობა. დღეს იმღერებ? Playing tonight? ხასიათზე არ ვარ. How's Kate? კეითი როგორ არის? არ ვიცი. გამომაგდო. Or broke up with me. დამშორდა. Not really sure which. Turns out it's no არ ვიცი, როგორც ბიჭთან ისია. You still torture yourself. უცნაურ მუსიკას უსმენს. There are weird places. მაინც არ გადმომირეკე. ყველაფერი რთულადაა. რთულადაა. უბრალოდ ცნობის მოყვარეობის გამო გკითხავ. რომ გამებედა და პაემანზე დამეპატიჟე. შანსი მექნებოდა? მე უბრალოდ კარგი. Okay. Say hi. კეითს მოგითხვა გადაეცი? I'm sorry. ბოდიში. I'm getting. დამავიწყდა რომ გამოგაგდეს. This is cool. იცი? ფიქრობ ერთხელაც გონს მოვეგები. ჩემი ნომერი არ დაკარგო, კარგი? გისმენთ? გამარჯობა. აქ კეითის ანახავად მოვედი. პროგრესი. როგორ ხარ ბეკ? ჩვენი მეგობარი მერლინი დაიღუპა. ძალიან სამწუხაროა. მინდოდა ეს კეითისთვის მეთქვა, მაგრამ მარა ტელეფონით. ხო, რა თქმა უნდა. ეტყვი მას მერლინზე? ფიქრობ ახლა კარგი აზრი არ არის ეს.
ეს წერილი სასლია, რომელიც მერლინის ქმარმა ყველას გაუგზავნა, როცა დაიღუპა. კეიტს მისი მოსმენა ენდომება. მერლინი საკუთარ თავს ლუი გერლინს უწოდებდა. ბევრმა თქვენგანმა იცის ეს რას ნიშნავს. ვინც არ იცის, ის კალათბურთელი იყო და ნიუ-იორკში იანკებში თამაშობდა. მან 2310 თამაში ითამაშა, სანამ დაავადებამ ამის მიტოვება არ აიძულა. როდესაც მეგობრებს ემშვიდობებოდა, თქვა, მე ყველაზე იღბლიანი ადამიანი ვარ დედამიწაზე. იმის თქმა უნდოდა, რომ მიუხედავად დაავადებისა, უფრო მეტად შეიყვარა მის გარშემო მყოფები. ბოლო წლებში მერლინი ძალიან ბევრ ადამიანს დაუახლოვდა. მათი დათვლაც კი გამიჭირდება. ჩვენ ერთად 44 იდეალური წელი გავატარეთ. მაგრამ ყველაზე მეტად ბოლო 2 წელიწადში დავუახლოვდით ერთმანეთს. ამიტომ აპატიეთ, როცა ვამბობ, რომ ყველაზე ბედნიერი ადამიანი ვარ დედამიწაზე. თუ იმ მდგომარეობაში ვიქნები, რომ ვერ მივიღებ გადაწყვეტილებას მე თვითონ, მაშინ აზრს ქვევით ნახსენებ ადამიანს გითხავთ. უარი რატომ არ თქვი? უარი ვერ უთხარი. ევანი რატომ არ არის? ხომ მისი ქმარია? ეს მან უნდა გადაწყვიტოს. ეს მისი არჩევანია. ამის შესახებ იცოდი? ადვოკატს დავურეკე და მითხრა, რომ როგორც პაციენტმა გადაწყვიტა, ისე უნდა იყოს. გადაწყვეტილია. არა, არაფერია გადაწყვეტილი. ის კეიტის ქმარია. აპარატზე უნდა მივაერთოთ ახლავე. ევან. ბოდიში გვენ, ვიცი, გაბრაზებული ხარ, მაგრამ მის სურვილს უნდა დავემორჩილოთ. გაიგონე? გაიგონე ექიმა რა თქვა? თუ ახლავე არ შევაერთებთ, დილამდე შეიძლება ვერ იცოცხლოს. ვიცი. ვიცი. როდის მოიყვანეს? დღეს საღამოს. აპარატზე შეაერთეს? ეს არ უნდოდა. არა, მათ შენთან ერთად უნდათ ლაპარაკი. მან არჩევანი შენ მოგანდო. მე?
რა გააკეთე? რა ჩაიდინე? ვუთხარი ექიმს, რომ სახლში უნდა წასვლა. შენ უზრუნველყოფ მას ვენტილაციით? ეს მას არ უნდა და ნუ მეუბნები იმას თუ რა უნდა ჩემ შვილს. როგორ ბედავ? ის ჩემი ქალიშვილია. მე? გთხოვ, არ გინდა. არ წაგვართვა. მე თქვენ მას არ გართმევთ. ის უბრალოდ სახლში მიმყავს. არ შემიძლია. ყველაფერი კარგადაა. გამაგრდი. არ შემიძლია ვიჯდე და ვუყურო როგორ კვდება. ძალიან მიყვარხარ.
ის მე თბილად მახვევდა. რა? დაავადება რომ არა? თბილად შეხვევა მომკლავდა. დღეს არ დაბრუნდე. არ დაუძახო დახმარებას. და კიდევ დამპირდი. რამდენი დაპირებაა? იპოვე. ის. ვინც? შენში, შენ დაგინახავს. ვინც მე დამინახავს? აჩვენე. მას. ადამიანი. რომელსაც მე ვხედავ. რომელსაც შენ ხედავ. კარგი. მაგრამ შენ სამპირდი რაღაცას. მინდა რომ კომპლიმენტი გითხრა. და დამპირდი რომ უბრალოდ მიიღებ. მადლობა ფეხსაცმელებისთვის. მადლობა იმისთვის, რომ საჭმლის მომზადება მასწავლე. მაგრამ რაც ყველაზე მთავარია, რისთვისაც მინდა მადლობა გადაგიხადო ის არის, რომ არ მომეცე ყველაფრის გაფუჭების საშუალება. შენ ერთადერთი ადამიანი ხარ, რომელმაც ეს ჩემს გამო გააკეთა. ახლა წადი. წადი.
ფილმს წარმოგიდგენთ აჭარა ბეთქომი. ფილმი გახმოვანებულია აჭარა ნეტკომის მიერ. And I'm just like a sparrow in a barn. I'm flying for that tiny patch of blue. I dive head first into the dark. I don't look back. I just keep swimming. I trip and fall. I hit the ground. I skin my knees. I just keep going. I made a mess. Been a mess, I guess. And guess what? Life is messy. And if I learned anything, at least I'm falling forward. At least I'm falling forward. Because of you, I'm falling forward. Finally, I'm laying down these arms, the ones I held so close to see me through. And I'm just like a sparrow in a barn. I'm flying for that tiny patch of blue. I dive head first into the dark. I don't look back. I just keep swimming. I trip and fall. I hit the ground. I skin my knees. I just keep going. I made a mess. I've been a mess, I guess. And guess what? Life is messy. But if I learned anything from you, at least I'm falling forward. At least I'm falling forward. At least I'm falling forward, 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 forward. Because of you. Because of you. Finally, I'm laying down these arms, the ones I held so close to see me through. And I'm just like a sparrow in a barn. I'm flying for that tiny patch of blue. Don't walk away. Hold my hand and say you'll stay imperfect as I am. You can't see tears cry in the rain. Don't walk away. Oh, fix me when I'm broken. Yeah. You know that I can't see. Without you, my world is empty. I beg you, oh, I beg you, please. The loneliness is really killing me. Don't walk away. Hold my hand and say you'll stay imperfect as I am. You can't see tears cried in the rain. Don't walk away or fix me when I'm broken. Yeah, I'm taking deep breaths in between. Hold my hand and say you'll never walk away. Never walk away, but it's just a dream that